მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან სამწუხარო ინფორმაციით გიბრუნდებით ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც გუშინ 300-ზე მეტი ქრისტიანი და ალავიტი ჩახოცეს რადიკალურმა პროთურქულმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, რომლის შესახებაც საქართველოში არც ლიბერალური მედია წერს, არც მეინსტრიმი, არც დიდად თავი მოუკლია მსოფლიო მედიას ამის გაშუქებისკენ, რადგანაც არავის არ ადარდებს დღევანდელ სამყაროში რა დაემართება ქრისტიანს. მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მევაპირებ განვიხილო და განახო თვითონ ოფიციალურ მტკიცებულებები, მათ შორის აგერ აი სამშობლოს მოღალატე ნიკა გვარამიარას წერდა 2000 წლის 31 იანვარს, რომ ასადი დამარცხდა სირიაში, ის გაიქცა მოსკოვში, სირია თავისუფალია და ამ დროს ვინმეც დაიკავეს ეს, რომლებიც არიან ოფიციალური ტერორისტები, ეწევიან ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ნიშნით ალავიტებისა და ქრისტიანების დევნასა და ფიზიკურ ლიკვიდაციას, რაც ზედაც სამწუხაროდ სოფლიო დუმს და ხმას არიღებს. მე კატეგორიულად გმობ ნებისმიერი სახის თავდასხმას, ნებისმიერი სახის მკვლელობას და ქრისტიანების ნებისმიერ შევიწროებას სოფლიოს ყველა წერტილში. დღეს ამ თემაზე უნდა ვისაუბრო, სადაც მე დამეხმარება ჩემი პირადი აკაუნთი და X-ი, რომელიც არის ყველაზე თავისუფალი მედია საშუალება მსოფლიოში, ილონ მასკის X-ი, სადაც მე განახებთ კადრებს, განახებთ სტატიებს, აბსოლუტურად ყველაფერს, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაზედაც მეინსტრიმ მედია არ გიყვებათ. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერამშია მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს, სამწუხარო რეალობა. აი მუსლიმები ეს არის აი ასადის მმართველობის დროს როგორ არიან იქ და აგერ ნახეთ მუსლიმების მმართველობის დროს რა ხდება, რას უკეთებენ ქრისტიანებს. აი ამ სურათებს თქვენ ხედავთ ჩემგან ხელ მარცხნივ. ეხლა უყურეთ, აი მეორე ეს პოსტი, რომელსაც ასევე აქვეყნებენ თვითონ გერმანული მედია წყაროები. მუსლიმები ქრისტიანულ ქვეყნებში, აი ეს არის ბრიტანეთი, საფრანგეთი, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნები და ქრისტიანები მუსლიმურ ქვეყნებში. და დაბლა ხედავთ ამ რადიკალი ისლამისტური შიიტური დაჯგუფებების მიერ დახოცილ უამრავ ქრისტიანს არა მარტო სირიაში, არამედ ლიბანში, მაშინ რა ქვია, ერაყში და ახლო აღმოსავლეთი, ხა სირია ზოგადად მეგობრებო, ვინც არის, ხა ბიბლია ძალიან კარგად ვიცი. სირია არის და დამასკო, მისი დედაქალაქი და ანტიოქია უდიდესი ქრისტიანული კერები. და ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები. დამასკო არის ადგილი, სადაც სავლე ხდება პავლე და გზაზე, დამასკოს გზაზე მას გამოეცხადება უფალი იესო ქრისტე, რომელიც რწმენის შედეგად ის ბრმავდება და შემდგომ როდესაც მას ეწევა ის ესე თქვა ახლიდან შეხედავს ცხოვრებას, ანუ მისი ტრანსფორმაცია ხდება, ის ხდება მებრძოლი ქრისტიანი, ის ხდება ავტორი უამრავი ეპისტოლისა და მისი ეს პიროვნული გარდატეხა სწორედ ამ დამასკოს გზაზე ხდება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ასევე არაერთხელ ხდება სახარებაში ქრისტესთან მიმართებაში სირიელი ქალები როგორ აბყარებენ კომუნიკაციასა და ურთიერთობასა და მაგალითად არაერთი იგავი ეხება მას, არაერთი სხვადასხვა ბიბლიური თხრობა, ასევე მინდა გითხრათ ანტიოქია იყო ადგილი ასევე სირიაში, რომელიც მოაზრებული ტერიტორია, სადაც პირველად უწყვეტეს ქრისტიანებს სახელწოდება როგორც ქრისტიანი ანტიოქიიდან იღებს. მოკლედ სირია ძალიან ბევრი რამე უკავშირდება, სირიაში ძალიან ბევრი ქრისტიანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ჯიჰადისტურმა და ისლამურმა ოკუპაციამ საუკუნეების განმავლობაში სირიას ეს მნიშვნელობა დაუკარგა, მაქსიმალურად შეავიწროვა და დღეს აი ესეთი რეალობა მივიღეთ. ახლა მოდი ჩამოვიდეთ, აგერ ილონ მასკმას დაგმო, რავი კიდე მასკზე რო ვიღაცები იტყვიან კიდე ესა ებრძვისო ქრისტიანებსო და იმასო, აგერ პირდაპირ სახელის ნიშნებით აქვს მოხსენიებული ის თუ რა ხდება, არა მარტო სირიაში, აგერ კონგოში და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სადაც ქრისტიანების massacred, women raped and children insulted, ანუ ქრისტიანების ხოცვა, ქალების გაუპატიურება და ბავშვების დამონება. ამ ყველაფერს მასკი გმობს. მადლობა რომ ესეც ვანახე. აი ხა მე მინდა განახოთ, აი prayer of Christian in Syria. ბლოცველი ისა რა ქვია ქრისტიანი სირიის ერთ-ერთ დანგრეულ ტაძარში. აი ჯვარი როგორ დგას და როგორ არის მის გარშემო ეს ნანგრევები, რაც გამოხატავს სიმბოლურად დღევანდელ იმ ქრისტიანულ სამწუხარო რეალობას, რაც ამჟამად ამ ქვეყანაში ხდება. და მე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ერთი პოსტივი იყო, მე მგონი, პოსტივისგან შემხვდა მარტო ერთადერთი, რომელმაც დაწერა და ანახა ქართულ ხალხს თუ რა ხდება რეალურად სირიაში. ამის არც მთავარი, არც ტევე პირველ ხმა არავის არ მოუღია საერთოდ რა. დრო ისინი ხო ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, გაიგე, რომ მათ ჩვენ მივეცით იმის უფლება და იმისი საშუალება, რომ ქრისტიანთა ხმა და ქრისტიანთა ეს შეძახილი მაქსიმალურად შევიწროებინათ.
მაქსიმალურად შევიწროებინათ. ამიტომ სანამ აი ეს მდგომარეობაში დაბეჭავებულები ვიქნებით, ხო მანამდე არაფერი არ გვეშველება. სანამ ხმას არ ამოვიღებთ და არ ვიბრძოლებთ სწორედ იმ რეალობისთვის და იმ სიმტკიცისთვის, რაც ადრე თვითონ ქრისტიანი მეფეები და ქრისტიანი მხედართმთავრები ამას ქვეყნებს ავალდებულებდნენ და ამისთვის წირავდნენ საკუთარ თავს. აგერ აი ძმაო, მე მინდა მოგასმენინოთ. ო ეს ყובה რომ ცნობილი სერიალი მსახიობი ნურ ალი დენონს ნურ ალი ნურ სიყვარულს ნიშნავს არაბულად ვინც არიცით ეს ანუ ტირის და თან აქვეყნებს აი ესეთ ვიდეოს რომ მათ დაიჭირესო მოქალაქეებიო დახოცესო ქალები ბავშვებიო და სინამ თლიანი ოჯახები გაჟლიტესო ну აი ტოტალური განუკითხაობა ხდება ოჯახიდან ოჯახში გადასვლაო რელიგიური ნიშნით ადამიანის შევიწროებაო ну ყובה ეს ხა იმას რა გადახდა მის ოჯახს და იმ იყოფა ახლობლებს როგორ დამარხეს ხალხი ზოგი იმით რომ რაღაცა შინელებები მოყვე ხა ამ ადამიანმა ну ეს ხა ამას დაუბლარავ მე ეს კონტენტი შეიცავს ისეთ რამეს რაც არ იქნება აი ხა უყურეთ მე მინდა განახოთ მეგობრებო რა უყუროთ აი ხა უყურე როგორ ურტყავენ აი ნახეთ როგორ ძაღლის იმები დადიან შეხედეთ და როგორ ზალადობენ ადგილობრივი ტერორისტი დაჯგუფებები აი რელიგიური ნიშნით ქრისტიანებს და როგორ სკანდირებენ დიდება ალაჰს და დააკვირდით რა და ეს რეალობა მინდა აი ნახეთ ახლა რომელი საუკუნეა 22-2025 წელი და ესეთი რამე ჩვენს რეალობაში ხდება წარმოიდგინეთ შეხედეთ ადამიანზე ძალადობა გაუპატიურება ცოცხლად დამარხვა და ამ დროს ასადის რეჟიმი შერაცხულიყო დიქტატორად, თუმცა ასადის ჭერია მართლა მშვიდობა და წესრიგი ამას ამდენი ხანი და მე რო უხსნი ხოლმე ამ ადამიანებს ეუბნები ესეთ რაღაცას, აი გამოთაყვანებულ ლიბერალებს რომ ეუბნები ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ქვეყანაში ალტერნატიული ოპოზიცია და ძალა არ აკავს, ხო? ავტორიტარიზმიც გამართლებულია, ტოტალიტარიზმიც გამართლებულია, დიქტატურაც გამართლებულია და აბსოლუტურად ყველაფერი. რადგანაც შენ თუ არ დადექი მყარად, შენზე უარესები მოვლენ ბევრად. აი მაკიაველი მაგას ამობდა რომ ხშირად ხალხს ესეთი განცდა აქვს რომ ახალი მართველი ისა რა ქვია ახალი მართველი გონიათ რომ არის ბევრად უკეთესიო და როდესაც რო გადისო აღმოჩნდება რომ ახალი მართველი ბევრად უარესია მის წინამდებარეზეო არ ერგება ამ 24 წელი იყო ასადის სირიაში ხო შედარებით ხო ესეთი დევნე ყო ასადის დროსაც იყო მე მაგას არ ვამბობ მაგრამ ასაც ხო წესრიგი ეჭირა რა დამასკოში თორე სირია ეხა იმდენ ნაწილად არის გადანაწილებული ერთი მე არ მაქვს პრეტენზიები იქ თორე ამერიკა, ევროპა, ნატო, რუსეთი, ჩინეთი რა ყველა იქ აქვს საკუთარი ტერიტორიული ფორმირებები, ქურთები, ალავიტები, პროტოკოლი დაჯგუფებები და მესმის ეს ყველაფერი მაგრამ თურმე ასადი 20 წლიანი დიქტატორის დროს ბევრად ჰუმანური ყოფილა ვიდრე ესენი. და რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოში დაუჭირა ამათ ხო რომ ისა რა ქვია რა ლეგიტიმაცია მიცეს ფაქტიურად ტულსი გაბარდი ამერიკიდან რო გამოვიდა რო გააკრიტიკა ამჟამინდელი ისა რა ქვია ხირის სირიის ხელისუფლება ხო ეგრევე დაერივნენ ტულსი გაბარდს ეს ოპოზიციონერები და სინამდვილეში ბაიბულში არ არის აზრზე არ არიან რა ხდება იქ ანუ ესენი ხო არის ქვეყნის მტრები რეალურად ესენი ხო უბრალოდ როგორც კასტა ისე უნდა გადააშენოს საერთოდ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი ესენი ხო აბსოლუტურად უსამშობლო სულ გაყიდული და უსულო უღმერთო ადამიანები არიან რომელსაც არაფერი რწმენა არ გააჩნიათ გარდა შიგევროპელობის არაფერი სხვა რწმენა არ გააჩნიათ აგერ აი ძმაო რადიო ჯენო აქვეყნებს ამ ინფორმაციას ქრისტიანებისთვის უსაფრთხო ადგილები მუსლიმანური ადგილები საერთოდ აღარ დარჩა სირიაშიო ის ქრისტიანებისთვის მუსლიმანო ისა რა ქვია სირიაშიაც თავისუფალი ადგილები აღარ დარჩაო უსაფრთხო და მუსლიმებიო ცდილობენ რომ მათ განადგურებასო ემილენე ზემოლ ამას აქვეყნებს რადიო ჯენო ანუ ეს ერთი რიცოდეთ რომ ანუ ალაჰს სიტყვას რომ მოიხსენებენ არაბი უეჭველი ანუ ისლამური იმას არ ნიშნავს რა ანუ ქრისტიანმა არაბმა შეიძლება ალაჰ თქვას იტრო ალაჰი არაბულად ანუ ქართულად რო გადმოთორონ არის ღმერთი ამიტომ რახან ალაჰს მოისმენ ესა უეჭველი ანიშნავს ის მუსლიმიო აი შემდეგი კადრები მეგობრებო რა ეს რა მანქანებში ყავთ პიკაპებში ხო ხედავთ რა ამას არ განახებთ თქვენ მეინსტრიმ მედია ლიბერალურ მედია არ განახებთ რომ ისინი არიან სამშობლოს მოღალატე ცაღალები
ну ეხლა ზაღალებს არანაირი წმენა არ აქვს, არანაირი ზემდგომი მათთვის რაღაც ონტოლოგიური საწყისი არ არსებობს, მათი ღმერთი და ის არის USAID, მათი ღმერთი არის სოროსი, მათი წამსი არის ევროკავშირის კონსტიტუცია. ეხლა ევროკავშირის კონსტიტუციის მერე ეხლა ქრისტიანებს აქ დახოცავენ თუ არა, ეგენი ლიბერალებს არ ადარდებთ. მაგრამ აბა ვინმე მუსლიმ შეეხოს, აბა ვინმე ებრაელ შეეხოს, აბა ვინმე იმას შეეხოს, რა ქვია, ტრანსგენდერს, სექსუალურ უმცირესობას, ეგრევე აიფხორებიან ინდაურები, მაგრამ ქრისტიანს რამე რო პრობლემა ექნება? ხო, თითქოს მაგათ არ აქვს უფლება საკუთარი თავი დაიცვან და ის, მაგრამ ეს გარკვეულწილად მინდა გითხრა, ეხლა მოდი ამას მე ჩავკეცავ. მოდი სანამ ჩავკეთ, ეს ხო ნახეთ. მოდი ეხლა გეტყვით რომ გამომიწერეთ X-ზე, იმიტომ რომ ეს აქტიური ვარ და ყველაზე free speech-ი აქვს მაქსიმალურად და მადლობა ღმერთო ილონ მასკმა ეს Twitter-ი შეიძინა, გამომიწერეთ აქ აღწერაში ლინკი, ისა რა ქვია, ჩემი X-ის მითითებული იქნება ლინკი, ასე Instagram-ი შეგიძლიათ გამოვყეთ. აი რა მინდა გაჩვენოთ, აი მეგობრებო, შეხედეთ, ჩემგან ხელმარცხნივ არის ძალიან საინტერესო ეს ფოტოსურათი, ну ნახატი, digital artist-ის მიერ გაკეთებული, რომელიც გამოხატავს იმ სამწუხარო რეალობას, რაშიც ქრისტიანებს ახლო აღმოსავლეთში უწევთ ცხოვრება, ხო? აქ სურათზე თქვენ ხედავთ ჯვაროსან მებრძოლს, რომელსაც მუხლი აქვს მოდრეკილი, რომლის ხმალი, რომლის ტანისამოსი, რომლის მუზარადი არის სავსე მთლიანად სისხლით და რომელსაც აქვს აი ეს გადაღლილი ელფერი, ამის უკან მოჩანს უზარმაზარი ცეცხლი, ბარბაროსობა, ну გვამები, გვალვა მიწაზე, სხვათა შორის გვალვა, იმიტომ არის აქ მიწაზე გამოყვანილი ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვისა, რომ გვალვა ყოველთვის ასოცირდებოდა ყველაზე დიდ მომადლებულ ტანჯვად, მოდი ესე ვთქვათ, რაც ზოგადად ქრისტიანულ ბიბლიური წყაროებიდან ვიცით, და გვალვა არაერთხელ მოხვდა ბიბლიაში, რომელიც გამოხატავს აი განწყრომას, რაღაცა უბედურებას, კატასტროფას, ხო? და ძალიან საინტერესო ტილოა და ეხლა მე დავფიქრდი ამას უყურებდი რა, ერთი ნახევარი საათის განმავლობაში და არაერთი დასკვნა გამოვიტანე რა, ჩაგორაში იმყოფებიან დღეს ქრისტიანები მსოფლიოში რა. არა, ეხლა მარტო ახლო აღმოსავლეთზე არ მაქვს საუბარი, აი თუ დააკვირდებით დღევანდელ მსოფლიოში Netflix-იდან დაწყებული, დამთავრებული აბსოლუტურად ყველა ებრძვის ქრისტიანობას რა. ხო არის მაგალითად ათეიზმი, რომელიც ებრძვის მაგალითად ისლამს, ხო არის ათეიზმი, რომელიც ებრძვის იუდაიზმს, ხო არის ათეიზმი, რომელიც ებრძვის მაგალითად ჰინდუიზმს. არა, აქ ყველაზე დიდი თავდასხმის ობიექტი ყოველთვის არის ქრისტიანობა. და უფრო ზუსტად მართლმადიდებლობა. ну მართლმადიდებლობა აი ხაზგასმით საერთოდ. და ეს აი ტილო გამოხატავს აი ამ დაღლილ ნატანჯ სულს ჯვაროსანი მეომრის ახლო აღმოსავლეთში, რომელიც გატანჯულია ამომით. აი ჩვენი დღევანდელი რეალობა არის მეგობრებო გადმოტანილი. მე რო ამბობ ხოლმე რომ გამოვალ და აი რომელ ქრისტიან შეეფერება ეგეთი ლაპარაკი. ბიჭო, დიდი შეცდომა რა არის, ცირა ჩვენ ქრისტიანებად დავუშვით, ძალიან დიდი შეცდომა. რომ მართლა გჯერა რომ ლოყას რო გაგვარტყავენ, ერთ ლოყაში რო გაგვარტყავენ, ჩვენ ალბათ მეორე უნდა მივშირო და თურმე ქრისტემეს იმიტომ გვითხრა რომ დებილები გავხდეთ იმის მიმართ, რა ქვია, მტერი შემოგვესევა თუ ლიბერასტი შემოგვესევა თუ შიგევროპელი შემოგვესევა თუ სოროსი შემოგვესევა. აი ამ ჩვენმა შინაგანმა დაჩემორებულმა მდგომარეობამ მოგვიყვანეს სწორედ აი აქამდე. აი ამ მდგომარეობამ მოგვიყვანა. ქრისტიანების ხოცვა, ქრისტიანების წამება, ქრისტიანებისთვის აბსოლუტური უფლებების შეზღუდვა და ამ დროს ვიღაცა ახლა გამოვიდა მეტყვის ქრისტიანს როგორ ახასიათებს ესეთი საუბარიო. ბიჭო, კუდით ქვას რო არ ვისვრი და ზარბაზანი ხელში არ მიჭირავს და RPG-ს არ ვისვრი, ეგ რატო არ გიკვირთ მითხარი. მითხარი, აი თქვენ თუ ძალა საკუთარ თავში არის, ქრისტე ბიზანტია რამ გაანადგურა, იცით? ბიზანტია რამ გაანადგურა, იცით? სისუსტემ. აი რამ გაანადგურა ბიზანტია. რომ ჩვენ ქრისტიანებს ისტორიაში არასდროს ქონა ერთმანეთთან ისეთივე კოალიციები, როგორც მუსლიმებს ქონდათ. ჩვენ არ ფიქრობდით მეც აი სულიერება არ არის მარტო სულიერება მთავარი მეგობრებო. ღმერთმა ჯერ ფიზიკურად შექმნა ადამიანი. სხეულიც ისეთივე მნიშვნელოვანია, ჩვენი ჭურჭელია სულის. როგორ შეიძლება დავიკიდოთ აბსოლუტურად ყველაფერი ფეხზე და თავზე იმის რა ქვია ვაქნევინოთ ამათ იმათ რა ქვია ბარბაროსებს და ეს ჩუმად ვიყოთ ჩვენ და აი ხო აი ღმერთი გასცემს პასუხს ღმერთამდე ხო ჩვენი უფლებები ჩვენი ღირსება და ჩვენი პატივისცემა უნდა დავიცოთ ამ ქვეყანაზე და ჩვენ თუ აი სწორედ აი ჯვაროსანს არ მიუბაძავ და ქრისტიანობისთვის არ ვიბრძოლებთ აი ესეთი სუსტები ვიქნებით და მომავალში ხო შემოძმაო ისლამი ყველაზე მზარდი რელიგიაა მსოფლიოში აღარაფერი აღარ ვიქნებით მომავალში. საერთოდ ქრისტიანები წავიშლებით. როგორც ჭეშმარიტი რელიგია ჩვენ წავიშლებით. და ეს რო არ მინდა, მაგით ვაფხიზელებ ხალხს და ვეუბნები რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ძმაო, უნდა ვიბრძოლოთ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, კოალიციები უნდა შევქმნათ, ერთმანეთთან სამოკავშირო გქონდეს. საქართველოს რუსეთთან უნდა იყოს კარგად, საქართველოს საბერძნეთთან, სერბეთთან, ქრისტიანული სამყარო ერთად უნდა დადგეს. ამას ვქადაგებ და ამაზე რა არის აქ პრორუსული და რა არის აქ პროამერიკული და რა არის ეს ხო არ არის ეგეთი ეს ხო სისულელე აზრია ეს ხო ტყუილია რეალურად არა
ბრალდებები მარტივია, შენ ტრამპისტი ხარ, შენ ბიძინა გაფინანსებს. ეგენ ბრალდებები მარტივია. მაგრამ რეალურ იმაზე რომ მიდგება საქმე, რომ მე ამდენი წელი ამ კონტენტს ვაწარმოებ, რომ როგორ გახდეს ქრისტიანობა კიდევ უფრო ძლიერი საქართველოში, როგორ გამოუნახოთ ამის შესახებ ძალა, ამას ვამბობ და ეხლა წარმოგიდგენ იმის ფონზე ვიღაცა გამოვიდა, შენ ქრისტიანზე რა გალაპარაკებს, ესეთი ხმა რო ლაპარაკობთ, ხო, მაგიტომ არის აი ეს მდგომარეობაში რო ვართ. მაგიტომ არის. სანამ საკუთარ თავში ძალას არ გამოუნახავთ, რომ ავდგე და ვაშკაცურად ვიომოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისა და ჩვენი ღირსებისა და ჩვენი სარწმუნოებისთვის, ხო? მაქამდე ყველა თავზე გადაგვივლის. აბსოლუტურად ყველა თავზე გადაგვივლის. და მე ესეთ სამყაროში ცხოვრებას არ ვაპირებ. მინდა გითხრათ. ამიტომ ხმამაღალი განცხადება იქნება, გავაკეთებ, საბრძოლელი იქნება, ვიბრძოლებ, რავი, თავგასაწირი იქნება, მაგისთვის გავწირავ, ანუ არაფრის არ მეშინია და არ ვაპირებ ერთ ლოყაზე რომ გამარტყავენ, მეორე მიუშვირო. არ ვაპირებ ამას. რადგანაც ქრისტიანობა ეს არ არის სუსტების რელიგია. ქრისტიანობა ეს არის ჭეშმარიტება. და ღმერთს ძლიერი ადამიანები უნდა თავისთვის. ძლიერები, რომელსაც ნაბრძოლი აქვს ჩვენ ისტორიაში, ჩვენ წინაპრებს, ჩვენ მეფეებს, ჩვენ მხედართავრებს, ჩვენ წმინდა გიორგიდან დაწყებული, დამთავრებული დღევანდე მარტო საქართველოს რამდენი ყოლია. და ისინი დამდგარი იყვნენ. ეხლა და იცი რა არის ეხლა ხო აბა ქრისტიანს ის ხوار შეეფერება ეხლა ვიღაცას თავი დაიცოს. თავი კი არა. აი, მე გეუბნებით მაგას. მე როდესაც საქართველოში მოვალ და აქ ვიქნები, ერთ ქრისტიანსაც რო ჩამოუვარდეს თმის ბეწვი, ამაზე 10 სხვა რელიგიის წარმოადგენელი იაგებს პასუხს. აი ეს არის ჩემი პირველი თქვენდამი დაპირება. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქრისტიანს შეავიწროებს, მნიშვნელობა არ აქვს, ჰინდუისტი იქნება, ის იქნება ისა, მნიშვნელობა არ აქვს. გინ აბორიგენი იყოს. 10 მისი რელიგიის წარმოადგენელი ადებს, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები არავის თავს არ ვესხმით. ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ. ჯიჰადისგან ვიცავთ თავს, რასაც ქართველები ყოველთვის ფენომენალურ დონეზე აკეთებდნენ. და ეხლა ამ დროს ვიღაცა მოვა და ეხლა მე მეტყვის რომ ის არის, რა ქვია, რამე არალეგიტიმურია? აბსოლუტურად არ არის მეგობრებო ესე. ჩვენ თუ არ გამოვნახეთ საკუთარ თავში კონსოლიდაციის, ძალისა და ის არ შეთანხმებულობის ისა, რა ქვია, უნარი, გადაგვივლიან თავზე. და მე არ მინდა ესეც სოფლიოში, მე არ მინდა ესეც საქართველოში ცხოვრება. ამიტომ სულ რომ მარტო იყო, მარტო მაინც ვიბრძოლებ ამისთვის. რავი, კიდევ ერთხელ ვგმობ სირიაში მიმდინარე მოვლენებს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები მალე მიიღებს ქმედით დონეს, იმიტომ რომ შეერთებული შტატებს რო კითხო ახლა მესის מחვილად აქვს გამოვლენილი საკუთარი თავი და ქრისტიანობა ასე ისეო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ილონ მასკი ყურამდე მიაღწევს კონკრეტულად სირიაში მიმდინარე სამწუხარო 300 კაციანი ხოცოშლეტა და ამერიკის შეერთებული შტატები თავის არსებულ ღონეს გამოიყენებს იმისათვის, რომ ეს პროცესები მან შეაჩეროს და როგორმე დაამხოს ის რეჟიმი, რომელიც ქრისტიანებს და ალავიტებს იქ ავიწროებს და დევნის და ხოცავს. ეს არის ახმაშფოთებელი და ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. დაწერეთ დაბლა თქვენი აზრი კომენტარებში და ლაიქეთ ასევე ვიდეო და თაგმეთ მიმდინარე მოვლენები. დროებით.